სამოქალაქო დაპირისპირება და გამხერილი სიმართლე 18 წლის შემდეგ ვინ იყო სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირების ავტორი რა მიზნით შევიდა სამეგრელოში მხედრიონი და რა მოხდა წალენჯიხაში ზვიად გამსახურდიას და ჯაბა იოსელიანის მომხრეებს შორის 18 წლის წინანდელ მოვლენებს მათი უშუალო მონაწილეების ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი გელა მომცელიძე და ჯაბა იოსელიანის დაცვის უფროსი თამაზ ფანჩულიძე ზედმეტსახელად წესრი გაიხსენებენ საზოგადოებისათვის დღემდე უცნობ დეტალებს იმედის მაყურებელი დღეს გადაცემა სიმართლის დროში შეიტყობს. სამოქალაქო დაპირისპირებამ, რომელმაც ომი ქვეყნის დანაწევრება და ეკონომიკური კოლაფსი გამოიწვია, დღემდე ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა. 18 წლის წინანდელ მოვლენებზე სასაუბროთ მისი უშუალო მონაწილე, ზვიად გამსახურდიას ერთგული თანამებრძოლი გელა მომცემლიძე იმ გადაცემაში მივიდა, სადაც მონაწილის გულწრფელობას სიცრუის დეტექტორი ამოწმებს. სიმართლის დროში მისულ მომცემლიძეს ყოფილი მოსისხლემტრის ჯაბა იოსელიანის დაცვის უფროსის თამაზ ფანჩულიძის ზედმეტსახელად წესრიგას კითხვაზეც მოუწია პასუხისგაცემა. წალენჯიხიდან ჯაბა იოსელიანი ზეწარ გადაფარებული გამოაყარა ქუთაისის ომმა. გელა მომცემლიძე და თამაზ ფანჩულიძე იგივე წესრიგა ერთმანეთს წალენჯიხაში მომხდარი შეტაკებისას დაუპირისპირდნენ. 92 წელს სამეგრელოში დაბანაკებულ მხედრეონელებს თავს გამსახურდიას რაზმი დაესხა. რა მოხდა წალენჯიხაში და რისი თქმა სურდათ შეტაკების მონაწილეებს ნანკა კალატოზიშვილის შოუში. ეს კითხვა ჩვენ თავად გადაცემის მონაწილეებს დაუსვით. იყო ძალიან მძიმე კრიმინოგენური ფონი მაშინდელ საქართველოში, კერძოდ სამეგრელოში, აფეთქებდნენ ხიდებს, აფეთქებდნენ ანძებს, ახორციელებდნენ ტერორისტულ აქტებს. ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენ ესე იგი შევედით სამეგრელოს რეგიონში. ბატონო წესრიგა როცა გაგიხარდება, მოგიდოთ ერთმანეთს ხელი, ჩავიდეთ სამეგრელოში, რომელ ქალაქშიც გინდათ, რომელ სოფელშიც და გავიაროთ ერთად ვის როგორ შეხვდება ხალხი. იქიდან გამოჩნდება უკვე ვინ არის. ეს წალენჯიხაში სწორედ ის ადგილია, სადაც ერთმანეთს ზვიად გამსახურდიას და ჯაბა იოსელიანის რაზმები შეეტაკნენ. ახლო მდებარე სახლებს 18 წლის წინანდელი ნატყვიარები დღემდე ეტყობა. რისთვის შევიდა მხედრიონი სამეგრელოში და რა ხდებოდა წალენჯიხაში 1992 წელს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ეს ყველაზე კარგად სწორედ მათ ახსოვთ. გაძარცვეს, რაც სასი ებადა კაც ყველაფერი წაიღეს, სახლი კი დაწვეს. თვითონ იყვნენ პირველი ყაჩაღები, თვითონ იყვნენ პროფესიონალი ქურდები, თვითონ იყვნენ, რა ვიცი, მერაშილება უწოდა ადამიანს, რომელიც იპარავს, ქურდობს, წვავს, ანადგურებს, კლავს. გაძარცვეს, რაც ხალხში მოხდათ, ყველაფერი წაიღეს, აბსოლუტურად, რაც ვერ წაიღეს, ცეცხლი წაუყიდეს და გადაწვეს. პირველი პრეზიდენტის მარცხის შემდეგ გელა მომცემლიძე დააპატიმრეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. სიმართლის დროს შემქმნელები ამბობენ, რომ დღევანდელ გადაცემაში საზოგადოება იმ კითხვებზე მიიღებს პასუხს, რომლებზეც 18 წელია არავინ საუბრობდა. არსებობს ისტორიები, რომელიც უწყვეტ ინტერესით იწვევს საზოგადოებაში რა და ისტორია, რომელიც გელა მომცემლიძეს გადახდა თავს, ერთ-ერთი მათთაგანია. ბუნებრივია ჩვენს და საზოგადოებასაც აინტერესებს. თუ რას ფიქრობდა ადამიანი, როდესაც მას სიკვდილი მიუსაჯეს და მას გარდაუვალი სიკვდილი ელოდა. სიმართლის დროში მაყურებელი დღეს იმედის ეთერით ზუსტად 22 საათზე შეიტყობს.